მოგესალმებით მეგობრებო და გილოცავთ ახალ პრეზიდენტს. ანუ ამერიკის ახალ პრეზიდენტს გილოცავთ. დიახ, ტრამპის ინაუგურაცია შედგა 20 იანვარს. შენ გენაცვალა. კაი ამბავია ეგ, მაგრამ კი ვერ უყურე და რა ხდებოდა? ფიცი ხო დადო. მე დადგა და მოყვა რას აპირეს პირველ რიგში. მოკლედ, მექსიკის ყურეს, ამერიკის ყურეს დავარქმევო, კრიმინალ ნარკოკარტელებს ტერორისტებად გამოვაცხადებო, ჩინეთი რომ დაახრის და ვაჭრობს თავის ჭკუაზე, გადასახადებს დაუწესებო. აბა? ხო, კიდე ის უთქვამს ამერიკულ მანქანებს ისევ ამერიკაში ვაწარმოებთო და ნავთობი რო გვაქვს ქვეყნის, დავიწყებ ჩვენი ბენზინის ჩამოსხმასო. გადასარევი, მოკლედ 1000 რამეზე ილაპარაკა. და ჩვენსაც ხო არ უთქვამს რამე? რა ვიცი, ცოტას ნერვიულო ვიქნება და არ მოწონს პალატა და ნიკას შოუ და არ დავიღუპოთ. არავინ რასო, გიждდება ჩვენზე, ასე ვართ მე და ტრამპი. ეგ კი არა, ვიდეო მასალაც არსებობს დოლგარმოზე ქეიფი უყვარს თურმე ძალიან. დიმას გოგიას და პაატას და გიორგის და ტრამპს ერთად აქვთ ისენა ქეიფარიო რო, ნუ იტყვიო. გიждდება თურმე ის უყვარს. ნამიდალია. აი, ეს თვითონ იწყებს. არ გსხვენია, თუ მე როგორ გამომტოვე? ვინ ესენი რამეს გეტყვია როგორც კარგად გარიან სიტუაციაში არ ტელეფონი გამომტოვე. რა თქინდა. ისე კარგად იწყებს თურმე ტრამპი. ნამიდალია. კარგია, კენასა. აბარა. არი ნერვიულო ჩემო მეგობარო. მოიცლის მალე და ჩაუჯდებით გემრიათ, არა ბიჭო. რას ერჩი, ძმაო, გადასარევი კაცი ყოფილა. რას ერჩოდნენ ეს დემოკრატები ვერ გავიგე რა, გაკურებული ვარ პირდაპირ. სამაგიეროდ არავის უკვირს ის, რომ ჩვენ შოუში დოლგარმონზე უკრავს და ქეიფის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელ and Mr. George შოშიტაშვილი. კიდევ ერთი კარგი ამბავი ამერიკიდან, მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ქამარი დაიცვა. მან ფავორიტი ნურმაგომედოვი დაამარცხა, რადგან ფსონი ყველას დაღესტნელ სპორტსმენზე ედო. ვულოცავთ მერაბ შესანიშნავ გამარჯვებას და თქვენს გილოცავთ. UFC-ს რინგზე ლეკიანობა დამთავრდა. ყურადღებით თუ უყურეთ ბრძოლას, დვალიშვილმა ნურმაგომედოვი გულშემატკივრებიანად და მსაჯებიანად დაამარცხა. გაგაგვირდა მე. კაცი მშენებლობაზე მუშაობდა წლები, ბეტონს ურევდა და კედლებს ანგრევდა და უმარს ვერ მიუნგრევდა ცხიმპირს, ვერ გავიგეთ. რა პრობლემა. ისე შეიძლება ითქვას, რომ დვალიშვილმა ლექსივით გარითმულად მოუგო ნურმაგომედოვს. ჯერ ბეჭებზე გაიდო, მერე ფექვეში გაიგდო. კი ბატონო, ერთი სიტყვით მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი ისევ მოიპოვა, ხოლო უმარმა ქამრის გარეშე დატოვა რინგი. UFC-ს რინგიდან გადმოვინაცვლოთ პარკ დე ფრანსეზე, ხვიჩა კვარაცხელია უკვე ოფიციალურად ფრანგული PSG-ს ფეხბურთელია. ბრავო. ანუ აქამდე თუ იყო კვარა, აწი იქნება კვაღა. კი ბატონო. სამზარეულოს ენაზე რომ გითხრათ, კვარამ პიცა გადააგდო და კრუასანზე გადავიდა. კრუასანზე თუ გადავიდა, კარგია, მთავარია, ლოგოკინაზე არ გადავიდეს. რა გითხრათ, ჩემო ძირფასო, შემეცოდნენ იტალიელები ჩემო ნიკოლოს ხვიჩას სახელის გამოთქმა რომ დაამუღამეს, როგორც იქნა მაი და მაშინ წამოვიდა. გულშემატკივრებმა ნაპოლიდან ისეთი ემოციები და ცრემლებით გამოაცილეს, წალენჯი ხაში არ უნერვიულიათ მაგდენი თავის დროზე. ისე იქ დამკვიდრებული ქონდა უკვე ადგილი და არ უნდა წამოსულიყო ჩემი აზრით. მაგრამ რა ვიცი ხა, პრინციპში პარიზშიც დაიმკვიდრებს, რა გაუჭირდება, დარწმუნებულიც ვარ. იქაც მაგრად ითამაშებს და გოლის მერე ლუკაკუს ჩაეხოტება თუ დემბელეს ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს. აბა რა
ისე უნდა ითამაშოს, ფრანგებს უნდა ათქმევინოს ნაპოლეონის მერე ასეთი თავდამსხმელი ჩვენ არ ვყოლია. კი ბატონო. ხოდა იტალიაში თუ შეარქვეს კვარადონა, საფრანგეთში უნდა შეარქვან კვარამპე. კვარაზიდანი ჯობია მე მგონი უფრო, მაგრამ კვარამპე უფრო ჟღერს რაღაცნაირად. კი ბატონო. კვარამპეზე გამახსენდა ნაპოლიში 77 ნომერი ხო იყო და აქ მისცეს 7 ნომრიანი მაისური, რომელიც მანამდე მბაპეს ეცვა. ხო და 11ჯერ ნაკლებ ნომრიანი მაისურით კი თამაშობს, მაგრამ სამაგიეროდ 11ჯერ მეტი ხელფასი ექნება. არა ბიჭო, კი ბატონო, და საფრანგეთში სიმღერა მიუძღეს უკვე იცი ხო? დამბურძგლა ისეთი სიმღერაა. და შენ რა მაინტერესებს ფრანგული იცი? არა, მე საიდან ვიცი ფრანგული. სიცივეში ვუსმენდი გარეთ. რა ქარები იყო მაინც, რა ქარები ეს 4 დღე? ხოჭახ ფრანგებს. თან არ დაგვავიწყდეს რომ ზურიკო დავითაშვილიც იქაა და ჟორჟი მიკაუტაძეს. მოკლედ საფრანგეთში რომ შემოგაღამდეს აღარ მეშინია. ყველა ქალაქში ჩვენიერი ცხოვრობს უკვე სადაც გიდა. ერთ დროს კიდე ერთი ჩვენიერი თამაშობდა პარიზში. ლეო მესი. ქართული კი არ არის, მაგრამ ყველას უყვარდა. თბილისში იყო ჩამოსული. ხო და ლეო მესიმ ნუნა გაფრინდაშიც უკვე მეორედ გამოუგზავნა თავისი მაისური. თავისივე ხელმოწერით, მეორედ. აბა შეიძლება გონია რომ ამას დასაცმელი არა აქვს. მეორედ რატო გამოუგზავნა? მესი ნონას იმდენჯერ უგზავნის მაისურს უკვე ძოლი ეჭვიანობს ნონა ვინ არის? თურმე მაისურზე აწერია სახსოვრად 5 გზის მსოფლიო ჩემპიონს, ერთი კინკილა მსოფლიო ჩემპიონისგანო. კინკილა როგორაა, ნეტა ესპანურად როგორ იქნება, არ ვიცი, მაგრამ ნუ რა ვიცი. ნონამ საპასუხოდ ჭადრაკი გაუგზავნა მესის წარწერით სახსოვრად ლეოს ნონა მამიდასგან. თან მიუწერია ხო? თან მიუწერია 5 გზის მსოფლიო ჩემპიონი, რო გახდები მე ლაზიერს გამოგიგზავნი ეტლის გამოვარ. კი ბატონო, შვენიერი. ფეხბურთიდან და ჭადრაკიდან ექსტრემალურ სპორტზე უნდა გადავინაცვლოთ. ესტონელმა სპორტსმენმა დუბაიში ორ კოშკს შორის გაბმულ თოქზე 100 მეტრი გაერა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. დუბაიში ადვილია გადაცვალე, კი, აბა დიდი ხომში გაიაროს. უარი ბაქარი მიჩი. ქართველებს ეგა გაგვიჭირდება, მთელი ცხოვრება ბეწვის ხიდზე გავდივართ და რა ვიცი. ამ სპორტსმენს კითხეს თურმე, რატო გარისკეთ რამ გადაგაწყვეტინათ ამ ხელა მანძილზე თოქზე გავლაო და რამ გადამაწყვეტინა და ჩემი საყვარლის ქმრის სახში დროზე ადრე დაბრუნებაო. ფული დაწყობილი ძილადადება, მაგრამ სასაცილო. ბატონო, სპორტსმენს სერიოზული პრიზი გადაეცა, მაგრამ მე მაყურებელსაც მივცემდი პრიზს. მაგის ყურება არ გინდა? აი, მითხარი. მეც მაგალითად ვერ უყურებდი. თოქზე გავლაზე ლაპარაკის დედმეტია საერთოდ. რა თოქზე გავლა ბიჭო, აი წარმოიდგინე ამ ახალი წლების გადამკიდე ისე ვარ თოქზე კერა მიწაზე ძლივს დავდივარ 1 მეტრი რა არის საბჯერ ვისვენ. მაგარი გითხრა, კოშკიდან კოშკზე რო გადავიდა ეს კაცი თოკით, ოპერატორმა დაუძახა თურმე. აუ თავიდან წამოდი რა კამერა არ მგონია ჩართულიო და იცინე თქვენ და კამერები ხო გაქვთ ჩართული ბიჭებო მაგით როგორ არის თავიდან რა დავიწყოთ ახლა არ გადავრიოთ. ჩართული გვაქვსო ბიჭებმა გაგვახარეს თვითმფრინავში სატვირთო განყოფილებაში პატარა გორილა იპოვეს და გადაარჩინეს. საოცარია. ოჩახ ადამიანებს გორილა გადაარჩინეს და საგულდაგულოდ ჩაკეტეს ზოოპარკის გალიაში. ვინც იპოვა იმას გორილა მანიშნა თურმე თითით. იპარებოდა თურმე მაგაღანა შუბილეთი. შეიძლება არა გორილა და არა ლეგალია ვინმე უბრალოდ დიდი ხარია მოდის და წვაცვენია გაიცემა ცოტა მოიღურა. არა დადასტურდა რომ ნამდვილად გორილა თანაც ტვირთის ჩამოსვლისას გორილა იყო ერთადერთი ჩანთა რომელიც ტვირთავებმა ისროლეს და არ გატყდა. აი ამ ფაქტმა განამტკიცა დარვინის თეორია რომ მარტო ადამიანი კი არა ბარგიც მაიმუნისგან წარმოიშვა. ისევა და რო დააკვირდა ეს სამართალი გორილა დადის თვითმფრინავი და ესტონელი სპორტსმენი თოკით. აი ხედა სანამ ჩვენ გორილაზე ვმაიმუნობთ კანადაში მეტეორის ნამსხვრევი ჩამოვარდა. ანუ ღმერთო ბელტი
ანუ აქედან გამომდინარე ღმერთო მეტეორი გვესროლა კანადური ფრაზა ყოფილა. კი ბატონო. რადგან ამ სხვევები ჩამოვარდა, გამოდის რომ ჯერ მცირე კალიბრიანებს გვესროლა. ჩემი აზრით ღმერთმა ანიშნა კანადელებს. ჩემი თავი არ გაგიწყრეთ და ამერიკას არ შეუერთდეთო. შეგახსენებთ რომ ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე ტრამპმა შესთავაზა კანადას ამერიკის შტატი გახდითო და ისე კანადაში მეც სიამოვნებით ჩავარდებოდი აი ახლა. რა ახლა რა მე ვოცნებობდა მეტეოს უსრულდება რა არის ვერ გავიგე. არ მინახავს ესეთი არა. მაგასაც იღბალი უნდა ჩემო პატარა. ნამდვილად. ხალხი მეტეორის ნამსხვრევი ხდება, ხალხს მეტეორის ნამსხვრევი ხდება კარებთან და მე კიდე მეზობლის ზაღლის ნამაიმუნარში. გალიჯავ ხოლმე ყოველდღიურად ფეხს სახელთან რო გამოვიდა. მაგაზე შეხოთაშორის ჯარიმაა და გააფრთხილე ის შენი მეზობელი რომ გიჩივლებთ. და ბოლოს საინტერესო სტატისტიკა. უქმე დღეების რაოდენობით საქართველოს ევროპაში პირველია. 18 უქმე დღე გვაქვს წელიწადში. რაშიც ვართ მაგრები ვართ ძმაო ვერ წაგვართვებ მაგრამ კიდე ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის რომ უფრო ბევრი უქმე დღე გქონდეს 18 დღე 365-დან დაახლოებით მე-20-დი ანუ 5%. ყველაზე მეტი უქმე დღე გვაქვს და მაინც ყველაზე მეტად დაღრილები ვართ. აი ახლა როგორც მე. ხო და მაგიტომაც ვართ მაგარი ქვეყანა ჩემო ძმაო. უმუშევრობის მაჩვენებლითაც ვლიდერობ და დასვენების მაჩვენებლითაც. კი, მაგრამ ამდენი დასვენების დღე თუ გვაქვს, ჩვენ რატო ვმუშაობთ 7 შაბათსაც, აი გაბაგებინოს. რატო და ეს ჩვენი სამსახურია ძმაო და თუ საჭირო გახდება 8 შაბათსაც ვიმუშავებ და 9 შაბათსაც და არ დავიღლები. არიდები რომ მუსიკა დაუკარით ბიჭებო, იქნებ გამხნევდეს კაცი. ჩვენ შოუში დოლ გარმონზე უკრავს და დაღლილი სახეებით გვიყურებენ ქსოვრენები და გიორგი შოშიტაშვილი. გამიგოდა მეცხრა კვარას პარიზში გადასვლაზე ფიქრი არ მასვენებს მაინც როგორ შეეგუება ბიჭი იქაურობას არ ვიცი რა თან სხვათაშორის როგორც ამბობენ ეს იტალია და საფრანგეთი თელავი გურჯაანივით არისო იქნება ახლა ეს ადვილი ვითო მე მაინც გონია რომ ქართული ნიჭი ქართული გენი ყველაფერს შეაძლებინებს ეგი გამფებს და ატრიალებს ზიდანის შეშურდება. ხო და კი უნდა მივუწვნოთ ერთი კოხტა ნამდვილი პარიზული სიმღერა ჩვენს ხვიჩას. რა სიტყვით ბიჭებო? აბა რა. სხვა ვარიანტი არის რაიმე? კარგი. მაშინ მოდი. ვიმღეროთ. სიმღერა პარიზელ, აწუყე პარიზელ პარაზ.